კი, ჩვენ უნდა მეთქვა იმ გადაღებას ვაწარმოებთ და სანამ დავიწყებთ, კარგი მარტად. მოკლედ, წარმოება მიმდინარეობდა? მისმეთ, ხო? ჩვენ ვართ ვაკე საბურთალოს მეხუთე სამმართველოდან. გესმით, ანუ მე შემოვხედეთ, იმიტომ რომ გონია რომ არ მისმეთ. პოლიტიკის მეცნიერება. ხო, მე განმარტების საფუძველი რა იქნება, რაღაცა. ჯარიმო არის, ხო? ხო, ჩემი სახელია ლაშა ციკლაო. 15 ჯარიმო მოწმობა. ხო, ეს გასაგებია ისე ალბათ თქვენ სამართალდამცავებთან დაკავშირებით, მე კონკრეტულად ამაზე გაგცემთ ახლა პასუხს და გეტყვით. ხო, ეს მოკლედ თქვენს წინააღმდეგ არის შედგენილი ნიკოლოზ ნარსია. ხო, სწორია, დაბადების პერიოდსაც გეტყვით 1986 11-10. შინაარსი გაინტერესებთ, გაგაცნოთ თუ როგორ მოგწონთ? ხო, ეს არის 09 მარტით შედგენილი, ძალიან მანათებთ რა ცოტა ხელს მიშლის, ალბათ ისე იქ გადაღებას არ გიშით, უბრალოდ ძალიან მანათებთ თვალებში და მეც ვერ ვკითხულობ. 9 მარტის არის ეს ფაქტი, რომ იცოდეთ. შედგენილი არის სამართალდამცავთა ოქნი. როგორ ანუ გაეცნობით ამას, ხელს მომიწერთ, არ მომიწერთ რა ანათანათი? ჩავიბარებ დავაწერე. ჩაიბარეთ და კი ბატონო, კარგით. ერთი არის? კი, ერთი არის სამეთავსი. მომისმენთ, ანუ ხელმოწერას გააკეთე და ჩაიბარებთ თუ მხოლოდ ჩავიბარეს და ჩავიბარე და მოვაწერ ხელს. როგორც ყოველთვის, რავი. კარგით, ეხლა მეორე ნაწილს გავგონებთ. ინებეთ? განსაკუთრების ნაწილთან დაკავშირებით ხო ხართ ინფორმაცია? მადლობა. კარგით, კარგად ზანდებოდე ახლა. მომსახურების გაუმჯობეს მიზნით თქვენი საუბარი იწერება. დიახ. გამარჯობათ. გესვით ხო? კი, მესმის. თბილისის საკლუბ სასამართლოდან გირეკოთ დიახ. მან დეპარტამენტმა შემოიღო. ეტო. ეს მიმართალი შედგენილი 73 და გეტოვებიან 16 თებერვალსო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბატონ ნიკოლოზი ატენდა გზისთავარი ნაწილის გადაკეთებას. ამასთან დაკავშირებით ვინაიდან ინფორმირებული არ იყო ის მოსამართლე პროცესში ანიშნა 3 აპრილის 16 საათზე და რომ იცოდეთ და რომ აინიშნოთ. 3 აპრილის 16 საათზე, ხო? კი. კარგი. ანუ ეს სხვა საქმეა თუ ძველ ვერ მიხვდი, ანუ ახალი არის, ხო? ეს არის ბატონ ნიკოლოზ 16 თებერვლის ფაქტს გეტავებიან, 16 თებერვლის ფაქტს. ხო, ანუ 13 ჯარიმო მქონდა და ანუ ეს მე-14 იქნება ალბათ, ხო? არ ვიცი, ახლა მაგას ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაციას ჯარიმების გაკეთება თუ არა. საკითხთან დაკავშირებით ესე არის, 3 აპრილის 16 საათი. კარგი ბატონო, კარგი. პროტესტისას მეორე ღამესაც რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. მომიტინგეების ნაწილი პარლამენტთან მსვლელობით მივიდა. ხელში ეჭირათ პლაკატები, რომელსაც ეწერა ცეცხლი ოლიგარქიას. შეკრებილებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც გუშინ ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი სასწავლებლებიდან გამოაძევეს. ტერორი არის, ფაშისტური ტერორი არის, სრულიად ერზე აბსოლუტურად. ჯერ ურიყავდნენ ყველას აბსოლუტურად აგინებდნენ. მე ცემეს დაიჭირეს ამდენი ადამიანი, დაასახიშეს ამდენი ადამიანი, ანუ მოძალადე ხელისუფლებას არასდროს არ გაუმარჯვე ქართულ ხალხზე და ეთქობა კიდევაც ყოველდღიურობას ხალხის სახში არ შედის უკვე რა მესამე მეოთხე თვე დაიწყო და ხოლო წინარი გამარჯვება. ამას ვერც ახალი წელი, ვერც შობა, ვერც ერთი დღესასწაული ვერ შეაჩერებდა, რის იმედიც ჰქონდა ქართულ ოცნებას და ნამდვილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ტიპის პროტესტი ამ ქვეყანაში არ ყოფილა და ერთ-ერთი გამომწვევი ამის ცალსახად არის ისიც, რომ ამ პროტესტს არ ყავს თავი. არ არის არც ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ან გადაწყვეტს სად შევიკრიბოთ, როდის შევიკრიბოთ, რამდენი შევიკრიბოთ, სახლში წავიდეთ, არ წავიდეთ, ყველას რითაც შეგვიძლია უნდა აი ამ დიდ ტალღას საკუთარი ძალა შევძინოთ. მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის მხრიდან უდიდესი განაცხადი არის ამისთვის გაკეთებული, რომ პროტესტის კერა არ ჩაქრა, მაგრამ დადგა ხალხის გაზაფხული. ეს არის მიასე დღე პარლამენტს დავიზარით ზემოთ. პირველი მაგარი იყო ცია პანიკაში ჩავედი. პოლიცია პანიკაში არიან.
აი ამოვედის პარლამენტის. საქართველო. არ იქნება მშვიდობა. არ იქნება მშვიდობა. მოვდივარ. აი მე ასე დღე. უამრავი ადამიანი ამოდის ზემოთ. პარლამენტს ვაწევს, ესა გამართლებელი აქცია. მოვიდა გაზაფხული და მოვიდა გამარჯვების გაზაფხული მოვიდა. აი ხალხი. Dentistuna! კიდევ დაძგიფება საქართველოს სიყვარულისთვის. გადაიკეტა გზა. ეხლა გადმოვიდეთ ამ წამს. აი ხა მანქანები გავაცილოთ წყარად. მანქანები გავატაროთ. აი ეს არის წინააღმდეგობა. მეტყობა ეხლა მე სახეზე რამე 13 ჯარიმა მაქვს. არაფერი ხო? არც სახეზე მეტყობა, არც ხასიათზე საერთოდ. პირიქით, უფრო მაგარ ხასიათზე ვარო წინააღმდეგობაში, ანუ ვეწინააღმდეგებ სახელმწიფოს. ასე არის უკვე წლებია ბევრი, მაგრამ ამაზე ვერ გავჩერდეთ. აი რა მიღებენ აგე პატრულები გადაიკეტა გზა. გადმოვედის და აუცილებლად გავიმარჯვოს, ბო ნერვების ომია მართლა და არაბის საერთოდ აქ არც შიშის, არც ნიჰილიზმის და შემდეგ. იმ ესის არის, იმიტომ რომ მიზეზებიც აქვს, მაგრამ ეს რუსთაველის პროტესტის თავარი არტერია უნდა იყოს, იმიტომ რომ პოლიტპატრონები ყავს და კიდე იმიტომ რომ ეს დამთავრდება პროტესტიც საქართველოში და რა ვიცი, ძალიან ცუდი რაღაცები გველის წინ თუ გავჩერდებით და თორე გავჩერდებით გამარჯობა და ამიტომ ევროკავშირში დავიაროთ წინ ევროპისკენ და არა რუსეთს და არა პუტინს და არა ივანიშვილის ბინძურ რეჟიმს, რომელსაც რავი ვერაფერს ჩამოშლილი აქვს სისტემა. ფაქტობრივად ბაჩიაშვილმა მისმა გასვლა საქართველოდან ისე რომ ვერამეფერ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ ნაცვლად ნათელი მოფინა ყველაფერს, რომ ესენი არის დამთავრებულები, უბრალოდ აი აქედან გაქცეულ რობოკოპებს გამოყვანა, რა ვიცი, მშვიდობიან მომიტინგების წინააღმდეგ მოუწევს აუცილებლად 12 დღე ვიბრძოლეთ აქ და გაიქცნენ რობოკოპები, იმიტომ რომ ძალადობა მიხსნა ძალადობა ჯობშურ ეკეთებენ და ჩვენ მშვიდობიან პროტესტით, ივანიშვილის ჩემი აზრით უმტყუნოს ნერვები და ამ მშვიდობიან მოსახლეობას ესე გადავა ძალადობაზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შლის ამ ადამიანებს ჯარიმები, სისულელები, 13 ჯარიმა მაქვს, საერთოდ აფერა მეტყობა. აქ ვარ, პირველი მივდივარ და ვკეტავთ გზას, ბევრი ადამიანი ბუნებრივად. გავიმარჯვოთ აუცილებლად სახელმწიფო.